გამარჯობა, მე ნიკა ვარ და დღეს ვისაუბრებ, როგორ დავიწყოთ დღე მაქსიმალური ენერგიით. წარმოიდგინეთ ორი ადამიანი, რომლებიც ერთსა და იმავე დროს იღვიძებენ. დილით ერთნაირად, საკმარისად ძინავთ ღამის განმავლობაში. მაგრამ ერთს დილის 9 საათისთვის უკვე გამოღვიძებული აქვს გონება და ენერგიით სავსეა, მეორეს კი შუა დღემდე ნისლში დაძვრება. სხვაობა ძალიან ხშირად არა იმაშია, რამდენი ხნის განმავლობაში ძინავთ, არამედ იმაში, რას აკეთებენ გაღვიძებიდან პირველი 1 საათის განმავლობაში. და დღეს ზუსტად ამაზე ვისაუბროთ. რას ჭამოთ, რა დროს და როგორ მოიქცეთ დილით, რომ ეს ენერგია მართლაც მიიღოთ და არა ხელოვნურად კოფეინითა და შაქრით ისესხოთ, გვიან შუადღით ისევ დაღლილობაში რომ ჩავარდეთ. მაგრამ სანამ კონკრეტულ რჩევებზე გადავალთ, საჭიროა გავიგოთ, რა ხდება ორგანიზმში გაღვიძების მომენტში. რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს, რატომ მუშაობს ესა თუ ის რჩევა. პირველი კორტიზოლი. ბევრმა იცის კორტიზოლი მხოლოდ როგორც სტრესის ჰორმონი, მაგრამ სინამდვილეში მას ბუნებრივი ჯანსაღი დღიური რიტმი აქვს. გაღვიძებიდან 30-50 წუთში ის ბუნებრივად აღწევს პიკს, რასაც ეწოდება კორტიზოლის გაღვიძების პასუხი. ეს არის ის ბუნებრივი მექანიზმი, რომელიც გვაღვიძებს და მზადყოფნაში გვაყენებს დღისთვის. მეორე. ღამის განმავლობაში 8 საათის განმავლობაშიც კი სხეული საკვების გარეშეა, ანუ მარხვის მდგომარეობაშია და სისხლში შაქრის დონე ღამის ბოლოსკენ ბუნებრივად ყველაზე დაბალ წერტილშია. მესამე. ღამის განმავლობაში სუნთქვისა და ოფლიანობის შედეგად სხეული სითხის მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს, ასე რომ დილით მსუბუქი დეჰიდრატაცია ბუნებრივი მდგომარეობაა, არა გამონაკლისი. და მეოთხე. ჩვენი ტვინი დილით განსაკუთრებით მგრძნობიარია გარემოს სინათლის მიმართ, რადგან სწორედ სინათლეა ის მთავარი სიგნალი, რომელიც სხეულის შინაგან საათს, ანუ ცირკადულ რიტმს აწესრიგებს. ეს ოთხივე მექანიზმი ერთად ნიშნავს, რომ დილის პირველი საათი არის ის ფანჯარა, სადაც ორგანიზმი ყველაზე მეტად უსმენს გარემოდან მიღებულ სიგნალებს, რას ვჭამთ, რას ვსვამთ, რა შუქს ვხედავთ, როგორ სუნთქავთ. და სწორედ ამიტომ ეს პირველი საათი ისეთი ღირებულია, იმიტომ რომ ორგანიზმი ამ დროს განსაკუთრებით პლასტიკურია და ის სიგნალები, რომლებსაც ამ ფანჯარაში აწვდით, გავლენას ახდენენ არა მხოლოდ იმ დღეზე, არამედ კვლევების მიხედვით, თანდათანობით მთელი კვირის ცირკადულ სტაბილურობაზეც. დავიწყოთ ყველაზე ძლიერი, თუმცა ყველაზე იშვიათად ნახსენები ინსტრუმენტით, ბუნებრივი სინათლით. გაღვიძებისთანავე პირველი 10-15 წუთის განმავლობაში ბუნებრივი შუქის ნახვამ, თუნდაც ღრუბლიან დღეს, თუნდაც ფანჯრიდან, კვლევებში აჩვენა, რომ ეხმარება ცირკადული რიტმის სტაბილიზაციას, აჩქარებს კორტიზოლის ბუნებრივ ჯანსაღ პიკს და აუმჯობესებს იმ საღამოს მელატონინის, ანუ ძილის ჰორმონის გამოყოფასაც, რაც პარადოქსულად ნიშნავს, რომ დილის სინათლე პირდაპირ აუმჯობესებს მომდევნო ღამის ძილის ხარისხსაც. თუ საშუალება გაქვთ 5-10 წუთიანი გასეირნება გარეთ დილის ყავის მოლოდინში, ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ოთახში ჯდომა ხელოვნურ შუქზე. საინტერესოა ისიც, რომ ბუნებრივი გარე შუქის ინტენსივობა ღრუბლიან დღესაც კი მრავალჯერ აღემატება ჩვეულებრივი საშინაო განათების ინტენსივობას. ასე რომ, თუნდაც მზე არ ჩანდეს, გარეთ გასვლა მაინც გაცილებით ძლიერ სიგნალს გზავნის თქვენს ცირკადულ სისტემაში, ვიდრე ოთახის ნათურის ქვეშ ყოფნა. მეორე. წყალი, კოფეინამდე. რადგან ღამის განმავლობაში მსუბუქად დეჰიდრირებული ხართ, გაღვიძებისთანავე 1-2 ჭიქა წყლის დალევა პირდაპირ ეხმარება სისხლის მოცულობის აღდგენას და შედეგად ტვინში სისხლის უკეთეს მიმოქცევას. ეს კი პირდაპირ კავშირშია სიფხიზლისა და კონცენტრაციის განცდასთან. ბევრი ადამიანი დილის დაღლილობას პირდაპირ კოფეინის ნაკლებობად აღიქვამს, როცა სინამდვილეში ეს უბრალოდ მსუბუქი დეჰიდრატაციაა. მესამე პუნქტი ალბათ ყველაზე გასაკვირია და ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარული გახდა. კოფეინის მიღების გადადება გაღვიძებიდან 90 წუთით, ნაცვლად მაშინვე დალევისა. მექანიზმი ასეთია. გაღვიძებისთანავე კორტიზოლი ისედაც ბუნებრივად მაღალია, ხოლო კოფეინი ყველაზე ეფექტურად მუშაობს მაშინ, როცა ეს ბუნებრივი პიკი უკვე ოდნავ დაწეულია. თუ ძალიან ადრე სვამთ ყავას, კვლევების თანახმად შესაძლოა შეიქმნას გარკვეული ტოლერანტობა კოფეინის მიმართ უფრო სწრაფად და თავად ეფექტიც ნაკლებად შესამჩნევი გახდეს დროთა განმავლობაში. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს კონკრეტული რჩევა შედარებით ახალია და მისი მტკიცებულებითი ბაზა ჯერ კიდევ ვითარდება. ასე რომ, თუ არ გინდათ 9 საათამდე ლოდინი, უბრალოდ წყლის დალევა ყავამდე მაინც კარგი კომპრომისია. მეოთხე და ალბათ ყველაზე პრაქტიკული ნაწილი. რას ჭამთ საუზმეზე? აქ მთავარი პრინციპია სისხლში შაქრის სტაბილურობა, არა მისი მკვეთრი აწევა. თუ საუზმეს იწყებთ მაღალი შაქრის შემცველი საკვებით,
ტკბილი ბურღულეული, საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილი წვენი, სისხლში შაქარი მკვეთრად იწევს, რასაც 1-2 საათის შემდეგ ისეთივე მკვეთრი ვარდნა მოსდევს და სწორედ ეს ვარდნა არის ის შუადღემდელი ნისლის შეგრძნება, რომელსაც ბევრი გვიცნობს. ამის ნაცვლად ცილითა და ბოჭკოთი მდიდარი საუზმე, კვერცხი, ბერძნული იოგურტი, ქატოიანი ფაფა, ავოკადო, გაცილებით ნელა და თანაბრად ათავისუფლებს ენერგიას. აქვე ღირს ერთი დეტალიც აღინიშნოს: ცხიმის როლი საუზმეში. ხშირად ადამიანები ცხიმს საუზმეზე მთლიანად თავს არიდებენ, თუმცა ჯანსაღი ცხიმები, როგორიცაა ავოკადო ან ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, ანელებენ საკვების კუჭიდან გამოსვლის სისწრაფეს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ანელებს ნახშირწყლების შეწოვასაც, ბის შეწოვასაც. ანუ ცხიმი აქ თამაშობს დამატებით სტაბილიზატორის როლს. ასევე ყავის მოყვარულთათვის საინტერესო დეტალია, რომ ცარიელ კუჭზე ყავის დალევამ ზოგიერთ ადამიანში შესაძლოა კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება გამოიწვიოს. ამიტომ თუ ასეთი მგზნობელობა გაქვთ, ცოტაოდენი საკვების მიღება ყავამდე, თუნდაც რამდენიმე ნაჭერი თხილი, შესაძლოა კომფორტს გაზრდიდეს. მეხუთე, მსუბუქი ფიზიკური მოძრაობა, თუნდაც სულ მცირე, გაღვიძებიდან პირველი ნახევარი საათის განმავლობაში. ეს არ ნიშნავს სავალდებულო სავარჯიშო დარბაზს დილით ადრე. საკმარისია 5-10 წუთიანი გაჭიმვა, მსუბუქი სიარული ან რამდენიმე მარტივი მოძრაობა. მოძრაობა ზრდის სისხლის მიმოქცევას კუნთებში და ტვინში. ააქტიურებს ნერვულ სისტემას მექანიკურად, ისე რომ ეს არანაირად არ არის დამოკიდებული კოფეინზე ან შაქარზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, თუმცა ყველაზე ხშირად უგულებელყოფილი ინსტრუმენტი. მეექვსე ინსტრუმენტი, რომელიც ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარული გახდა, ცივი შხაპი, ან თუნდაც სახის ცივი წყლით დაბანა. ფიზიოლოგიურად ცივმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს ნორეპინეფრინის, ერთგვარი სიფხიზლის ნეიროტრანსმიტერის, სწრაფი მატება სისხლში, რაც სუბიექტურად სიფხიზლის და ენერგიულობის შეგრძნებას ქმნის თითქმის მყისიერად. აქვე უნდა ითქვას პატიოსნად, ამ ეფექტის შესახებ პირდაპირი დიდმასშტაბიანი კვლევები ჯერ კიდევ შეზღუდულია და მექანიზმის დიდი ნაწილი მექანისტურ დაკვირვებებზეა დაფუძნებული, ვიდრე მკაცრ კლინიკურ კვლევებზე. მაგრამ თუ გამოსცდით და კარგად გზნობთ თავს, ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი, უფასო ინსტრუმენტია, რაც არსებობს. თუმცა გულის დაავადების მქონე ადამიანებმა ცივ წყალთან შეხებამდე ექიმს უნდა გაესაუბრონ, რადგან უეცარმა ცივმა ზემოქმედებამ შეიძლება გულის რითმზეც იმოქმედოს. მეექვსე პუნქტი ცოტა უჩვეულოა და ეხება არა კვებას, არამედ ქცევას, ტელექცევას. ტელეფონის შემოწმების გადადება, თუნდაც 10-15 წუთით. გაღვიძებისთანავე სოციალურ ქსელებში ან ელფოსტაში ჩაძირვა ტვინს პირდაპირ გადახავს რეაქციულ სტრესულ რეჟიმში, სანამ მას საერთოდ საშუალება ჰქონდა ბუნებრივად თანდათანობით გამოღვიძებულიყო. შეტყობინებები, ცუდი ამბები ან უბრალოდ ინფორმაციის ნაკადი ზრდის კორტიზოლის მკვეთრ არაბუნებრივ ნახტომს, რომელიც განსხვავდება იმ რბილი ბუნებრივი პიკისგან, რაზეც ადრე ვისაუბრეთ. და ეს ხშირად ქმნის დრის დასაწყისში დაძაბულობის შეგრძნებას, ის შეგრძნებას, რომელსაც ადამიანები შეცდომით დაღლილობად არიქვამენ. მეშვიდე. მარტივი ღრმა სუნთქვის ვარჯიშები. 2-3 წუთის განმავლობაშიც კი. ღრმა ნელი სუნთქვა აქტიურებს ნერვული სისტემის იმ ნაწილს, რომელიც სხეულს დაძაბულობიდან სიმშვიდის რეჟიმში გადაჰყავს. თანაბრად ანაწილებს ჟანგბადს სისხლში და ბევრი ადამიანის სუბიექტური გამოცდილებით აუმჯობესებს დილის ცხადმხედველობას პირველივე წუთებში. და ბოლოს, მერვე, ალბათ ყველაზე ხანგრძლივი ეფექტის მქონე ჩვევა. ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს გაღვიძება, შაბათ-კვირასაც კი. ცირკადული რიტმი ყველაზე კარგად მაშინ მუშაობს, როცა ის სტაბილურია. ყოველ ჯერზე, როცა შაბათ-კვირას რამდენიმე საათით გვიან დგებით, ეს ქმნის ეფექტს, რომელსაც სპეციალისტები სოციალურ ჯეტ ლაგს უწოდებენ. ორგანიზმი ისე იბნევა, თითქოს დროის სარტყელი შეიცვალა, თუმცა არავინ არსად წასულა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი, თუმცა ყველაზე იშვიათად ნახსენები მიზეზი, რის გამოც ორშაბათი დღეები ხშირად ყველაზე რთულია. მეცხრე პუნქტი. ტექნიკურად დილის ჩვევა არ არის, მაგრამ იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული დილის ენერგიასთან, რომ მისი გამოტოვება უსამართლობა იქნებოდა. წინა საღამოს ჩვევები. თუ საღამოს გვიან, დაძინებამდე ახლოს, მძიმე ცხიმიან საკვებს მიირთმევთ. საჭმლის მონელება ღამის განმავლობაშიც აქტიურად გრძელდება, რაც აუარესებს ღრმა ძილის ხარისხს, თუნდაც ეძინოთ საკმარისი საათების განმავლობაში. ანალოგიურად, ეკრანების ცისფერმა შუქმა დაძინებამდე შეიძლება შეაფერხოს მელატონინის ბუნებრივი გამოყოფა, რაც ართულებს ღრმა ძილის ფაზაში შესვლას. და რადგან სწორედ ღრმა ძილის დროს ხდება ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი აღდგენითი პროცესები, ცუდი საღამო პირდაპირ ნიშნავს ცუდ დილას, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგად მიხვებით ყველა დანარჩენ რჩევას გაღვიძების შემდეგ. მოკლედ ღირს იმაზეც ვქვათ, რას ღირს ავიცილოთ თავი დილით.
პირველი. ცარიელ კუჭზე მაღალი დოზით კოფეინის მირება, რამაც შესაძლოა შფოთვის შეგრძნება და გულის ცემის აჩქარება გამოიწვიოს ზოგიერთ ადამიანში. მეორე. მაღალშაქრიანი საუზმე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. მესამე. გაღვიძებისთანავე ინტენსიური, სტრესული ინფორმაციის მოხმარება, სანამ twins არ ქონია დროის მარგინალი, ბუნებრივად გამოეღვიძა. მაგრამ სანამ დავასრულებთ, მინდა ერთი მნიშვნელოვანი რამის თქმა. თუ ყველა ამ რჩევას მიყვებით თანმიმდევრულად კვირების განმავლობაში და მაინც გრძნობთ ქრონიკულ გამანადგურებელ დაღლილობას დილით, ეს ღირს ექიმთან გამოკვლეულ იქნას. რადგან ამის მიღმა შეიძლება იდგეს კონკრეტული, დიაგნოსტირებადი მიზეზები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, რკინის ან B12 ვიტამინის დეფიციტი, ძილის აპნოე ან დეპრესია და ამ შემთხვევებში მხოლოდ დილის რუტინის ცვლილება საკმარისი არ იქნება, საჭირო იქნება მიზეზის იდენტიფიცირება და შესამი კურნალის მკურნალობა. მოკლედ რომ შევაჯამოთ, მაქსიმალური დილის ენერგიისთვის პირველი საათი ისე დაგეგმეთ, რომ მოიცავდეს ბუნებრივ სინათლეს, წყალს კოფეინამდე, ცილით მდიდარ დაბალშაქრიან საუზმეს, მსუბუქ მოძრაობას, შესაძლოა ცივ წყალსაც, ტელეფონის შემოწმების ცოტახნით გადადებას, სუნთქვის რამდენიმე წუთს და გრძელვადიან პერსპექტივაში გაღვიძების სტაბილურ თანმიმდევრულ დროს, ისევე როგორც ჯანსაღ საღამოს რუტინას წინადრეს. ეს არ საჭიროებს რადიკალურ ცვლილებას ერთბაშად. თუნდაც 1-2-ის დანერგვა თანმიმდევრულად კვირების განმავლობაში საგრძნობ განსხვავებას შექმნის. ჩემი გამოცდილებით პაციენტ და რა თქმა უნდა ეს პრინციპები ინდივიდუალურია, ზოგისთვის ცივი შხაპი სასიამოვნო და ეფექტური აღმოჩნდება, ზოგისთვის კი უბრალოდ დისკომფორტული, უპირატესობის გარეშე. ექსპერიმენტი საკუთარ თავზე, ერთი ცვლილება ერთდროულად, არის ყველაზე საიმედო გზა იმის გასაგებად, რომელი კონკრეტული ინსტრუმენტი მუშაობს ზუსტად თქვენთვის. და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ერთმანეთს ავსებს. არც ერთი ცალკეული ჩვევა არ არის ჯადოსნული საკუთარ თავად, მაგრამ ერთად აწყობილი, ისინი ქმნიან სისტემას, რომელიც რეალურად მუშაობს. თუ ეს ვიდეო სასარგებლო არ მოჩნდა, გაუზიარეთ ვისმეც, ვისაც ეს ეხება და თუ გნებავთ კიდევ უფრო ღრმად ჩაუღრმავდეთ კონკრეტულ თემას, მაგალითად როგორ ავაშენოთ სრული დილის რუტინა ნაბიჯ-ნაბიჯ, ან რომელი საუზმის რეცეპტებია საუკეთესო სტაბილური ენერგიისთვის, მომწერეთ კომენტარებში და შემდეგ ვიდეოში ამაზეც ვისაუბროთ.